მსჯელობა იმას მუშაობს თუ არა სანქციები აღარ სჭირდება იმ ფონზე, როდესაც თავად ბიძინა ივანიშვილი აღიარებს, რომ სანქციები მუშაობს და ფულის ვერ მიღების შიში არის, რაც ყველაზე მეტად აწუხებს ოლიგარქს. ეს დადასტურდა ბიძინა ივანიშვილის წერილში, ის სწორედ იმაზე საუბრობს, რომ შვეიცარიული ბანკისგან მისაღებ თანხას ვერ იღებს და სწორედ ეს არის სანქციების ეფექტი. ეკონომისტები გვიხსნიან თუ რა ხდება. სანქციები მუშაობს და ძალიან ეფექტურად და ბიძინა ივანიშვილი, რომელიც აქამდე ჩვეულებრივი ბიზნესმენი შეიძლება ყოფილიყო დასავლური სამყაროსთვის, დღეს აღარ არის ის მხოლოდ ჩვეულებრივი ბიზნესმენი. არამედ არის ოლიგარქი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციების განმარტების თანახმად კრემლის ხელშემწყობია და ასევე პირი, რომელმაც საქართველოში დემოკრატია განადგურა და ფაქტობრივად არაფორმალური მმართველია. სწორედ ამ ფორმით უყურებენ მას დასავლურ სამყაროში. შესაბამისად, რომელი სასამართლო პროცესიც უნდა გაიმართოს, გამართლდება და გაიმარჯვებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი, მისი თანხების გაცემა მაინც დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. იგივე გზა გაიარეს რუსმა ოლიგარქებმა, ყველა ვინც კრემლთან კავშირშია და შესაბამისად ეკონომისტები ღიად ამბობენ, რომ ახლა ბიძინა ივანიშვილი ადგას სწორედ რუსი ოლიგარქების გზას და სანქციები მის წინააღმდეგ მუშაობს, შესაბამისად ის შვეიცარიული ბანკისგან თანხებს იქამდე ვერ მიიღებს, სანამ არ შეიცვლება მისი დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ. ფაქტი, რომ სანქციები მუშაობს, მე ვფიქრობ უკვე საკმარისზე მეტი გვაქვს. ეს არის თვითონ ბიძინა ივანიშვილის განცხადებები, ეს არის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებები, ეს არის ქმედებები უპირველეს ყოვლისა ბიძინა ივანიშვილის თლიანი მისი აქტივების, ან მისი აქტივების დიდი ნაწილის საქართველოში გადმოტანის, რომელიც შეიძლება არის უტყუარი მტკიცებულება, რომ გლობალურად სანქციები მუშაობს, ნამდვილად ფინანსურად ბიძინა ივანიშვილის მდგომარეობა არის მნიშვნელოვნად გაუარესებული და რაღაც მხრივ იმ წერილის ის შინაარსი, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, ამას ამტკიცებს, რა თქმა უნდა, ლოგიკური დასაბუთება არ შეხვედრასთან დაკავშირებით ძალიან სუსტია, მაგრამ რაღაც მხრივ მაინც ჩანს ეს სასოწარკვეთა დაკავშირებული ფინანსურ შეზღუდვებთან, რომელიც წინაშეც დადგა და ამას განცხადებაში და წერილშიც ვხედავთ. მას არ ეპარება ეჭვი, რომ სასამართლო იქნება სამართლიანი და სწორიც არის, მაგრამ ის კარგად ხვდება, რომ მას შეიძლება ეწიოს ის ბედი, რა ბედიც ეწია თავის დროზე რუს მილიარდელებს, რომლებიც იყვნენ შემჩნეულები პუტინის რეჟიმთან თანამშრომლობაში. როდესაც პოლიტიკაში ხარ რამოდენიმე ფორმით, რამოდენიმეჯერ ფორმალურად და მუდმივად ასევე არაფორმალურად, იქ პათოსი რომ მე მხოლოდ ბიზნესმენი ვარ და რა შუაში ვარ, რა თქმა უნდა არ მოქმედებს. სანქციების ძალას რაც შეეხება, ნათლად გამოჩნდა და ამ წერილშიც და ამ წერილამდეც ამ ადამიანმა ხშირად პირდაპირ და ხშირად გადატანითი მნიშვნელობითაც გითხრა, რომ მისთვის მთავარი არის მისი აქტივები და მისი ფინანსები და ამის შემდეგ შეიძლება ისაუბროს სხვა რამეზე. ამ ბოლო წერილშიც ჩემთვის ესე წერა, რომ სანამ მის კუთვნილ თანხას არ დაუბრუნებენ, ის არ აპირებს არანაირ კომუნიკაციას. პირდაპირ ეწერა. ხო და ამის შემდეგ კიდე რა კითხვის ნიშნები არსებობს, მე ვერ ხვდები. ჩვენ ვცდილობდით ბიძინა ივანიშვილის ადვოკატთან დაკავშირებას, იმის გასარკვევად თუ კონკრეტულად რა თანხაზე დარდობს ახლა ასე ოლიგარქი, თუმცა მას შემდეგ რაც გულუამ შეიტყო, თუ საიდან უკავშირდებოდით, ის აღარ სატელეფონო ზარებს და არ შეტყობიტყვებს აღარ პასუხობს.